მოგესალმებით. მე ვარ ნანა ნერსეზაშვილი. დღეს ლელიანის სათემო რადიო მისი ხმა გთავაზობთ ფინანსური განათლების შესახებ შემდგომ გადაცემას და დღევანდელი დღის თემა არის თაღლითური სქემები და ფინანსური უსაფრთხოება. ალბათ გსმენიათ თაღლითური სქემების შესახებ, რომელთა გამოც ადამიანები ფინანსურად ზარალდებიან. ჩვენი მიზანია გაგაცნოთ ინფორმაცია ფინანსური თაღლითობის ყველაზე გავრცელებული ფორმებისა და იმ პრაქტიკული რჩევების შესახებ, რომლებიც თაღლითობის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. ინტერნეტ თაღლითობა. დღევანდელ დღეს, რამდენადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აქტიურად იყენებს ინტერნეტს, სწორედ ინტერნეტ მომხმარებლები წარმოადგენენ თაღლითობისთვის ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ და მიმზიდველ სამიზნეს. ინტერნეტის აქტიურმა გავრცელებამ და მოხმარებამ და ასევე ტექნოლოგიურმა განვითარებამ თაღლითობის თვალსაზრისით ახალი სახის რისკები წარმოქმნა. ინტერნეტ თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფიშინგი. ტერმინი ფიშინგი ინგლისური სიტყვიდან phishing მოდის, რაც თევზაობას ნიშნავს. ფიშინგის ფარგლებში თაღლითების მხრიდან პირადი სარგებლის მიღების მიზნით ხდება ინტერნეტ მომხმარებლის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, როგორიცაა პირადი ნომერი, ინტერნეტ ბანკის პაროლი, ბარათის ან საბანკო ანგარიშის ნომერი. ბარათის უკანა მხარეს დატანილია უსაფრთხოების სამნიშნა ან 4-ნიშნა კოდები და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ მონაცემების ხელში ჩაგდების გზით თაღლითებს თქვენი ნებართვის გარეშე სხვადასხვა არასანქცირებული ოპერაციის განხორციელება შეუძლიათ, მაგალითად, თქვენი სახელით სესხის აღება და თქვენი თანხის მითვისება. ფიშინგი, როგორც წესი, ელექტრონული წერილების დაგზავნით ხორციელდება. ასეთი წერილი ერთი შეხედვით ისეთი სანდო წყაროსგან მიღებულ შეტყობინებას გავს, როგორიცაა ბანკი, სადაზღვევო კომპანია, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი და სხვა. ორგანიზაცია, რომელთანაც პოტენციურ მსხვერპლს შეიძლება ჰქონდეს ურთიერთობა. თაღლითურ გზავნილში ხშირად მოცემულია ვებგვერდის ბმული, რომლის მისამართი თითქმის არ განსხვავდება ნამდვილი გვერდის მისამართისგან. თუმცა გაყალბებულ ვებგვერდზე გადასვლისას მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაცია, სახელი და გვარი, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, საბანკო ბარათის ან ანგარიშის ნომერი, უსაფრთხოების კოდი და ასე შემდეგ, ავტომატურად ხვდება ეგრეთ წოდებული ფიშერის ხელში. თაღლითურ ელექტრონულ წერილზე შეიძლება ასევე მიმაგრებული იყოს ფაილი, რომლის გახსნის შედეგადაც შესაძლებელი ხდება თქვენს კომპიუტერში ან ტელეფონში შეღწევა. არსებობს ფიშინგის სხვა გავრცელებული მეთოდებიც. ერთ-ერთ ასეთ მეთოდს სოციალურ ქსელში ყალბი შემოთავაზებების გავრცელება წარმოადგენს. ამ შემთხვევაში სოციალური ქსელის მომხმარებელს შეიძლება შეხვდეს რეკლამა ან შეთავაზება, რომლის უკანაც ყალბი ორგანიზაცია, ან ისეთი პიროვნებათა ჯგუფი დგას, რომლის მიზანსაც მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური მონაცემების მოპოვება წარმოადგენს. შესაბამისად, ყურადღება გმართებთ სოციალურ ქსელებში მიღებულ შეთავაზებებთან დაკავშირებით და უმჯობესია მაქსიმალურად შეზღუდოთ სოციალური ქსელით პირადი ინფორმაციის გაზიარება. ფიშინგი ინტერნეტის გარეშე შეიძლება განხორციელდეს. ფიშინგის ერთ-ერთი ნაირსახეობაა სმიშინგი, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გზით ხორციელდება, სადაც წერილის გამომგზავნად ბანკის ან სხვა ორგანიზაციის სახელია მითითებული და რომლის შიგნითაც თაღლითურ ვებ მისამართზე გადასასვლელ ბმულს შეიცავს. ფიშინგი კი სატელეფონო თაღლითობის სახეობაა, რომელსაც თაღლითები კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების მიზნით იყენებენ. მაგალითად, თაღლითების შესაძლოა მომხმარებელს ბანკის სახელით, ტელეფონით დაუკავშირდნენ და ბარათის რეკვიზიტებისა და პინ-კოდის გაზიარებას თხოვონ. შესაბამისად, მომხმარებელმა სატელეფონო კომუნიკაციის დროსაც უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე. გაითვალისწინეთ, რომ ფიშინგი ყალბი ელექტრონული წერილები ხშირად სპამის სახით მოდის. სპამინგი ელექტრონული წერილების მიმღების
დაუკითხავად და მისი სურვილის გარეშე დაგზავნის პროცესს ეწოდება. როგორც წესი, მსგავსი წერილები სარეკლამო ხასიათისაა, თუმცა ჰაკერები სპამინგს ხშირად თაღლითური სქემებისთვისაც იყენებენ და პოტენციურ მსხვერპლთან სხვადასხვა შინაარსის შეტყობინებებს აგზავნიან, როგორიცაა თანხის გადარიცხვის მოთხოვნა, მოგებული პრიზის მისაღებად. გაცნობის მოთხოვნა თაღლითობის მიზნით, არასწორად ჩარეცხული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა, მედიკამენტების ან სხვა ნაწარმის შესყიდვის შეთავაზება და სხვა. ამიტომ უფრთხილდით თქვენი სურვილების გარეშე სპამის სახით მოსულ შემოთავაზებებს. პირადი და ფინანსური ინფორმაციის მოპარვა არ არის ერთადერთი საფრთხე, რომლის წინაშეც ფიშინგის მსხვერპლი მომხმარებელი შეიძლება დადგეს. ფიშინგური ყალბი ვებგვერდი შეიძლება მავნიან ჯაშუშურ პროგრამასაც შეიცავდეს. ამრიგად, თუ თქვენ არ გაქვთ საბანკო ანგარიში, რომლითაც შეიძლება თაღლითები დაინტერესდნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულად უსაფრთხოდ ხართ. თაღლით შეუძლია თქვენი ელექტრონული პოსტის მონაცემების მოპარვა, რათა ის სხვა მომხმარებლებში სპამისა და ვირუსების გასავრცელებლად გამოიყენოს. რომ შევაჯამოთ, აუცილებელია გავუფრთხილდეთ თქვენს პირად ინფორმაციას. მაქსიმალურად შეიკავოთ თავი პირადი პასპორტის ნომრის, ასევე საბანკო ბარათისა და ანგარიშის მონაცემების, მათ შორის ბარათის ნომრის, პინ-კოდის, ბარათის მოქმედების ვადისა და ბარათის უკანა მხარეს მოცემული 3 ან 4 ნიშნა უსაფრთხოების კოდის გაზიარებისაგან. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ნამდვილად თქვენს მომსახურე ბანკს ესაუბრებით, იქნება ეს ელექტრონული პოსტით, SMS-ით, ტელეფონით თუ სოციალური ქსელებით, აუცილებლად დაუკავშირდით ბანკს ოფიციალურ ტელეფონის ნომერზე და სთხოვეთ სიტუაციაში გარკვევა. დაიმახსოვრეთ, რომ ფიშინგური თაღლითური შეტევების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია მომხმარებელთა გაუთვითცნობიერებლობასა და უყურადღებობაზე. ინტერნეტ თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, ინტერნეტით შოპინგის მოყვარულებმა უმჯობესია არ გამოიყენოთ თქვენი ძირითადი ბარათი, რომელზეც ხელფასი გერიცხებათ, ან რომელზეც დიდი ოდენობის თანხა გააქვთ განთავსებული. სხვადასხვა ნივთისა და მომსახურების ონლაინ სივრცეში შესაძენად სასურველია იქონიოთ ცალკე ანგარიში და ბარათი, სადაც თანხის ზუსტად იმ ოდენობას შეინახავთ, რაც ინტერნეტ შესყიდვის შესასრულებლად არის საჭირო. ამასთან უსაფრთხოების დამატებითი, თუმცა არასრულყოფილი მექანიზმია ინტერნეტ ტრანზაქციების დაცულ ვებგვერდზე განხორციელება. ვებგვერდის დაცულობაზე ასევე მიუთითებს ჩაკეტილი მწვანე ბოქლომის სიმბოლო, რომელიც ვებგვერდის მისამართის ველში ჩანს და რომელზე დაჭერითაც შეგიძლიათ ვებგვერდის სანდოობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნახვა. დამატებით სასურველია ინტერნეტ გადახდა განხორციელდეს ისეთი ვებგვერდიდან, რომელსაც 3D უსაფრთხოების ტექნოლოგია აქვს, ხოლო თქვენს ბარათზე უმჯობესია გააქტიურებული იყოს 3D დაცვის მექანიზმი, თუ თქვენს მომსახურე ბანკს აქვს ამ ფუნქციონალის შეთავაზების შესაძლებლობა. ამასთან, თქვენს მობაილ და ინტერნეტ ბანკში შესასვლელად უმჯობესია გამოიყენოთ რთული პაროლი და გააქტიუროთ ორდონიანი ავტორიზაციის ფუნქცია, რომელიც გულისხმობს პაროლის მითითებასთან ერთად დამატებითი უსაფრთხოების საშუალებების გამოყენებას, როგორიცაა სისტემაში შესვლის დამადასტურებელი ერთჯერადი კოდის SMS-ით, ელექტრონული პოსტით ან სპეციალური მოწყობილობით დიჯიპასით, რომელიც აგენერირებს ერთჯერადი სარგებლობის კოდს, მიღებას და სისტემაში შეყვანას. ორდონიანი ავტორიზაციის გამოყენება მიზანშეწონილია ინტერნეტ ბანკით ან მობაილ ბანკით ტრანზაქციების განხორციელების დროსაც, რას შემთხვევაშიც თითოეული ტრანზაქციის განსახორციელებლად SMS-ით, ელექტრონული პოსტით ან თოკენით მიიღებთ უნიკალურ კოდს. რაც ეხება პაროლს, სასურველია, რომ ის არანაკლებ 8 სიმბოლოსაგან შედგებოდეს და შეიცავდეს როგორც დიდ, ისე პატარა ასოებს, ციფრებსა და სხვა სიმბოლოებს, მაგალითად, წერტილს, დეფის, ძახილის ნიშანს და ასე შემდეგ. ბარათის რეკვიზიტები ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი არ შეინახოთ
კომპიუტერში, მობილურში და სხვა ელექტრონულ მოწყობილობაში, საჯარო Wi-Fi-ით, უსადენო ინტერნეტით სარგებლობისას. არის სარგებლოთ ინტერნეტ ბანკით და სისტემაში არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები. თქვენი ელექტრონული მოწყობილობების, მათ შორის სმარტფონების, პლანშეტების და ლეპტოპების ჰაკერული შეტევებისაგან დასაცავად. გირჩევთ დროულად განაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა და დარწმუნდეთ, რომ ანტივირუსული პროგრამების უახლეს ვერსიებს იყენებთ. და ბოლოს, იმისათვის, რომ დაადგინოთ ამა თუ იმ ვებსაიტის ნამდვილობა და წარმომავლობა, შეგიძლიათ WHOIS მომსახურება პროტოკოლი გამოიყენოთ, რომელსაც არაერთი ვებგვერდი გვთავაზობს. ამისათვის საკმარისია მიუთითოთ საეჭვო ვებმისამართის დომენის დასახელება და საჯარო მონაცემთა ბაზებში მოიძიებს და მოგაწვდით აღნიშნული ვებმისამართის შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მათი რეგისტრაციისა და მოქმედების ვადა, დომენის ამჟამინდელი მფლობელი და სხვა. ეს კი დაგეხმარებათ ვებგვერდის ნამდვილობის დადგენაში. მაგალითად, თუ იცით, რომ თქვენთვის ნაცნობი კომპანიის ვებგვერდი დიდი ხანია არსებობს, საეჭვო ვებგვერდის რეგისტრაციის თარიღი კი შედარებით ახალია, სავარაუდოდ თაღლითობასთან გააქვთ საქმე. ფინანსური თაღლითობისაგან დაცვისთვის ძალიან კარგი იდეაა ბანკის SMS მომსახურებით სარგებლობა, რაც საშუალებას მოგცემთ მომენტალურად მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ბარათით განხორციელებული ოპერაციების შესახებ. მობილურ ტელეფონზე ამასთან ბარათით განხორციელებული ოპერაციების გაკონტროლების კარგი საშუალებაა საბანკო ამონაწერის რეგულარული შემოწმება. თანამედროვე სამყაროში აგრეთვე უდიდესი გამოწვევაა ფინანსური თაღლითობის გავრცელებული ფორმები, ეგრეთ წოდებული ფინანსური პირამიდა, რომლის შესახებაც ინფორმაციის ფლობა დაგეხმარებათ თავი დაიცვათ საეჭვო გარიგებებში უნებლიეთ ჩართვისაგან. ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისაგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება. ფინანსური პირამიდა უმეტესად არ ახორციელებებს მომგებიან ინვესტიციას და მომხმარებლისათვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი და ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია, დროის რომელიმე მომენტში სქემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ახალი წევრების და ან დამატებითი თანხის მოზიდვა. შესაბამისად, როდესაც შეუძლებელი გახდება ახალი წევრების და ან დამატებითი თანხის მოზიდვა, კომპანია ვეღარ გაისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს და ფინანსური პირამიდა აუცილებლად დაიშლება. მისი წევრები კი დაკარგავენ დაბანდებულ ფულს ფინანსური პირამიდისა და მისი ამომცნობი ნიშნების შესახებ დამატებით. ინფორმაცია შეგიძლიათ მოიღოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მომზადებულ ბლოგ პოსტებში. ჩვენი გადაცემა დღეს დასასრულს მიუახლოვდა. პროექტი მისი ხმა ემსახურება ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას თემის განვითარებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში, კულტურულ ცხოვრებაში. პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შექმნილია 12 სათემო რადიო. პროექტი ჩემი ხმა დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს DU International საქართველო. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ნახვამდის.